მოგესალმებით მეგობრებო, მინდა პირველ რიგში მადლობა გადაუხადო საიტი არსებობს ასეთი ქართველები ბელგიაში, ნამდვილად გამოეხმაურენ ამ ადამიანების გაჭირვებას და რაც შეეძლო კონსულტაციის ფორმით იყო თუ ასე, თუ ისე დაუდგენ გვერდში და დაპირდნენ რომ გაარკვევენ ამ სიტუაციას. მინდა ერთი-ორი სიტყვით გითხრათ, არსებობს საქართველოში შპს Red Star Georgia, რომლის ხელმძღვანელი არის ქალბატონი მაია, მე გვარი აქ ხელმოწერა, მაგრამ ისი არის დაფიქსირებული, რომ მისი წაკითხვა ნამდვილად არ შემიძლია. აგერ განახებთ ახლა. ესაა ხელშეკრულება, რომელსაც აკეთებს ადებს ადამიანებთან, არის ფარატინა კაღალდი და არაფერი შიგნით აწერია, დაზღვევა და ასე შემდეგ. მე არსებობს მეორე ფურცელი, აგერ არის, მე შემიძლია ესეც განახოთ. ესაა უკვე ერთ-ერთი ბელგიური რაღაც კომპანია, რომელიც სხვათაშორის ნიშანდობლივია, რომ გაკეთებული აქ პოლონელს, რომელიც გაზრდილია საბჭოთა პოლონეთში და თაღლითობა იქიდან აქვს ნასწავლი და მაგრამ ის საბუთი არის მხოლოდ ერთი რამ, რომ ჩვენ კიო კაცო დავასაქმებ ამ ადამიანებს. აი ეს წერია მეტი არაფერი, მას ხელშეკრულება არ აქვს თვითონ ამ მოქალაქეებთან, ამიტომ ის ვალდებული არანაირად. ბელგიური კანონმდებლობა არ ცნობს სხვა ქვეყანაში დადებულ ხელშეკრულებას და ამ საქმეს არ განიხილავს. ამიტომ მათთან ამ კუთხით მოდეება არის შეუძლებელი, მაგრამ ის იქ აწამებდა ადამიანებს სუფთა ამ სიტყვის მნიშვნელობით რა. არა წყლის დალევა, არა მოფსმა, არა სიგარეტის მოწევა, არა წესიერად ჭამა. მე-12 საუკუნეში თუ მე-17 საუკუნეში პლანტატორები რო ექცეოდნენ შავკანიანებს ამერიკაში, აი რაღაც იმ წესებზე ამუშავებდა ზუსტად და ვინც შეეკატებათება ყველას ყრის გარეთ და აიღო ადამიანებს, რომლებსაც ფული არ აქვთ. ადამიანები, რომლებსაც ენა არ იციან, ადამიანები, რომლებსაც ბანკის ვალებით მოახერხენ ან ჩამოსვლა და რა თქმა უნდა საკმარისი თანხა არ აქვს, გამოყარენ პირდაპირ ქუჩაში. ერთი ადამიანი მე პირადად შევიფარე მოახერხე. მანამდე ყავდა 20 კაცი გამოგდებული, ახლა გამოვაგდო მალხას რამდენი? 12 ადამიანი, რომლებიც იძულებული იყვნენ ქუჩაში ფეხითებლოთ და მისული უკვე რკინიგზის სადგურამდე, რაღაცა მიეღწიათ